I'm here today with you. დღეს მე თქვენთან ერთად ვარ, რათა დავადასტურო ერთი უმთავრესი ჭეშმარიტება, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ევროპისთვის ბრძოლა არ არის მხოლოდ ღირებულებებისთვის ბრძოლა. ეს არის ბრძოლა იდენტობის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს არის იმის განსაზღვრა თუ ვინ ვართ, რის იგწამს და რა მომავალის აშენებას ვაპირებთ. და კიდევ ერთი მარტივი ჭეშმარიტება. ის რაც თქვენ გაიხსენეთ დღეს, დემოკრატია არასდროს არის გარანტირებული. ის უნდა მოიპოვო ყოველდღიურად, რადგან ნებისმიერ დროს შეიძლება კითხვის ქვეშ დადგეს. როცა პირველად ამირჩიეს საქართველოს ქალ პრეზიდენტად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვიხილავდი დღეს, როდესაც პრაქტიკულად ყველა თავისუფლება საფრთხეში აღმოჩნდებოდა. კითხვის ქვეშ დადგებოდა და თანდათან გაქრებოდა. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ვნახავდი, როგორ აპატიმრებენ პროევროპული პარტიების ლიდერებს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დღეს ხელისუფლებაში მყოფ ძალას სურს. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ მედია გარემო, რომელიც საქართველოში ყვაოდა, ერთი მეორეს მიყოლებით გაქრებოდა. იძულებით, ფინანსური ან სხვა შეზღუდვების გამო. და დღეს საქართველო ამ გზაგასაყარზე იმყოფება. ამჟამინდელმა რეჟიმმა, რომელიც არ არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მოსული, გადაწყვიტა დაარღვიოს არა მხოლოდ კონსტიტუცია, არამედ ხალხის ნება, რომელიც არაერთხელ გამოხატეს. აირჩიოს მკვეთრი გზა შორს ევროპისა და შორს დემოკრატიისგან. და როდესაც საქართველოს ზურგს აქცევს ევროპას და ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, დარჩენილია მხოლოდ ერთი, ირჩევ რუსეთს. რუმინეთსა და საქართველოს განსხვავებული გზები ჰქონდათ, მაგრამ ჩვენ საერთო ბრძოლაც ჰქონია. თქვენ როგორც ევროკავშირის ძველი წევრი და საქართველო როგორც ჯერ კიდევ იმედიანი კანდიდატი ქვეყანა განსხვავებულ ეტაპებზე ვართ. თუმცა ორივე ქვეყანა ერთი და იმავე ზეწოლას განიცდის. უცხოურ ჩარევასა და პოლარიზაციას, რომელიც ასევე უცხოელთა ხელშეწყობით ძლიერდება და საფრთხეებია ჩვენი დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის. სულ ცოტა ხნის წინ რუმინეთმაც გაიარა სერიოზული გამოწვევები, დეზინფორმაცია, პოლარიზაცია, არჩევნებში ჩარევა, მაგრამ თქვენი ისტორია აქ არ დასრულებულა. თქვენ არ დანებდით. პროევროპული ძალები მტკიცედ იდეკით და დღეს ზეიმობთ. ამით რუმინეთი გაძლიერდა. მეტი ერთიანობა მოიპოვა. გააზრებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა დააფუძნა და კიდევ უფრო მტკიცედ დაუდგა მხარში იმ ღირებულებებს, რაც არა მხოლოდ რუმინელებად, არამედ ევროპელებად გაქცევთ. ეს არ არის მხოლოდ შთამაგონებელი ისტორია. ეს არის მტკიცებულება იმისა, რომ დემოკრატია დასაცავია, რომ ბრძოლა ღირს. ეს არის გზავნილი, რომელიც უნდა გაუზიაროთ მათაც, ვინც როგორც ჩვენ, ჯერ კიდევ იბრძვის ევროპული ოჯახის წევრობისთვის, სუვერენიტეტის და დამოუკიდებლობის დასაცავად. გადავხედოთ ახლა საქართველოს, ქვეყანას, რომელსაც ევროპული გული აქვს. წლების განმავლობაში საქართველო აქტიურად ცდილობდა ევროპაში ინტეგრაციას. ატარებდა მნიშვნელოვან რეფორმებს. მოიპოვა მხარდაჭერა და მიუხედავად ბოლო ანტიევროპული პროპაგანდისა, ქართველთა დაახლოებით 80% მაინც მტკიცედ უჭერს მხარს ევროკავშირში გაწევრიანებას. მათთვის დემოკრატია და მშვიდობა არაა აბსტრაქტული იდეალები, არამედ რეალური ყოველდღიური არჩევანია. თუმცა დღეს ამ დიდი უმრავლესობის ნება უგულებელყოფილია. მმართველი ძალა ზურგს აქცევს ევროპას. ყოველდღიურად იღებს თითქმის ავტორიტარულ კანონებს, კრემლის სტილის წესებს, კრემლში დაწერილ კანონებს, ავიწროებს განსხვავებულ აზრს. 200 დღეზე მეტია, რაც ქუჩაში პროტესტია. დამოუკიდებელი მედიები იბრძვიან არსებობისთვის. ოპოზიციური ლიდერები ციხეში სხედან. 60-მდე აქტივისტი ელოდება განაჩენს. საქართველოში წინასწარი პატიმრობა დღეს 9 თვემდე გრძელდება, რაც უფრო მეტია, ვიდრე რუსეთში. ჟურნალისტი ქალი მზია ამაღლებელი ამ ბრძოლის სიმბოლო გახდა. ის 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ელოდება არაფრისთვის, მაგრამ იმ ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა, რადგან იბრძვის და ციხიდანაც იბრძოლებს. ქვეყანაში რეპრესიები, დაშინებები და კონტროლია, თუმცა ხალხი არ ნებდება. ისინი არ ნებდებიან, რადგან ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი, როგორც ზოგიერთი ევროპაში ფიქრობს. ეს არ არის მხოლოდ სადავო არჩევნები, რომელთა შედეგსაც ოპოზიცია ეჭქვეშ აყენებს. უკვე 8 თვეა საქართველო იბრძვის ქუჩაში. არავის მიუტოვებია ეს ბრძოლა, რადგან ეს არა პოლიტიკური, არამედ ეგზისტენციური კრიზისია. ეს არის ომი რუსეთის ახალი ჰიბრიდული სტრატეგიის წინააღმდეგ. ეს არ არის სამხედრო ომი, რომელსაც ჩვენი უკრაინელი მეგობრები უკვე 3 წელია გმირულად უმკლავდებიან, საკუთარი თავის და ჩვენ დასაცავად. ეს ომი სხვა სახეა, მონეტის მეორე მხარე. ეს არის რუსეთის მცდელობა მიითვისოს ის, რაც მას არ ეკუთვნის. ის ცდილობს დაიპყროს სახელმწიფო ისე, როგორც სცადა უკრაინაში. ვერ შეძლო,
ვეღარ შეძლებს, მაგრამ ახლა ცდილობს ეს უსისხლოდ გააკეთოს, ყველა იმ იარაღით, რაც უკვე აითვისა. პროპაგანდით, არჩევნების მანიპულაციით, კიბერთავდასხმებით, კულტურული მანიპულაციებით. ცდილობს იმ ფასეულობების დამკვიდრებას, რომლებიც ჩვენთვის უცხოა. საქართველოდან მოლდოვამდე, რუმინეთიდან ბრიუსელამდე, რუსეთის მიზანი დაყოფა, დესტაბილიზაცია და დისკრედიტაციაა. ეს არ არის თეორია, ეს ფაქტია. ეს ჩანს ყალბ ნარატივებში, ამაღლებულ ყალბ ნაციონალიზმში, იარაღად ქცეულ სოციალურ მედიაში, დემოკრატიული ინსტიტუტებისადმი რწმენის რღვევაში. რუსეთი ცდილობს შეავსოს ის სიცარიელი, რაც დაკარგა, რადგან ევროპაში ვეღარ წარმოადგენს სამხედროზე სახელმწიფოს. და მისი გზავნილიც ესაა, რომ დემოკრატია სუსტია, რომ ევროპა კარგავს პოზიციას და რომ ავტორიტარიზმის თავაზობს წესრიგს და მშვიდობას, რომელიც არ განსხვავდება საბჭოთა პერიოდის პროპაგანდისგან. წესრიგი და მშვიდობა. რუსეთის სტრატეგია მომაკვდინებელია. ძირის გამოთხა დემოკრატიის ავტორიტეტისგან. ევროკავშირის წარმოჩენა როგორც არაეფექტური და დეგრადირებული სტრუქტურის და საკუთარი პოზიციონირება როგორც ტრადიციული ღირებულებების დამცველისა. მაშინ როცა ის აწარმოებს ომს უკრაინაში, იკავებს და დესტაბილიზაციას იწვევს მეზობლებში. დღემდე საქართველოს ტერიტორიის 20% ოკუპირებულია რუსული ტანკებით და სამხედროების მიერ. იქ მცხოვრები ადამიანები ვერ საუბრობენ საკუთარ ენაზე და ვერ იცავენ საკუთარ უფლებებს. და ვთქვათ კიდევ ერთხელ მკაფიოდ. მშვიდობა თავისუფლების გარეშე არ არის მშვიდობა. ეს არის მხოლოდ სიჩუმე. ეს არის ჩახშობა და ეს ყოველთვის დროებითია. ამ ბნელ დღეებში, სადაც ახლა ვართ, რუმინეთი გზას გვინათებს. თქვენ აირჩიეთ გამჭვირვალობა მანიპულაციის ნაცვლად. მოქალაქეობრივი ჩართულობა ტყვეობის ნაცვლად, თავისუფლება და ევროპა ზეწოლის ნაცვლად. თქვენი გზა მარტივი არ ყოფილა და ჯერ დასრულებულიც არ არის, მაგრამ მიმართულება გარკვეულია და ახლა ეს თქვენი პასუხისმგებლობაა. თქვენი პასუხისმგებლობა ამ გზაზე დაეხმაროთ სხვებსაც და ჩვენც გჭირდებით. ჩვენ თქვენ გენდობით, რადგან ჩვენ მხოლოდ პარტნიორები არ ვართ. ჩვენ შავი ზღვის სპენძობლები ვართ. გვაქვს საერთო სტრატეგიული ინტერესი. შავი ზღვის უსაფრთხოების გარეშე, მშვიდობიანი და თანამშრომლობითი სივრცის გარეშე, ევროპის ხვალინდელი დღე ვერ იქნება ისეთი, როგორადაც დღეს წარმოადგენილია. საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერა არ არის მხოლოდ ღირებულებებზე საუბარი. ეს ნიშნავს რეგიონულ გამძლეობას, ეკონომიკურ სტაბილურობას და ევროპის აღმოსავლეთის საზღვრის დაცვას ავტორიტარული გავლენებისგან. განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი შავ ზღვაში აქტიურობს და უკვე აშენებს ახალ სამხედრო საზღვაო ბაზას ოკუპირებულ აფხაზეთში. ამიტომ ძლიერი და დემოკრატიული საქართველო არის გონივრული ინვესტიცია ევროპის მშვიდობაში, კეთილდღეობასა და გრძელვადიან უსაფრთხოებაში. ეს ხანდახან არ ესმის ევროპას მთლიანობაში, მაგრამ ეს ესმით იმ წევრ სახელმწიფოებს, ვისაც წარსული გამოცდილება აერთიანებთ და იციან დღევანდელი საფრთხეები. ამიტომ გთხოვთ, იყოთ საქართველოს ხმა ევროკავშირში. გახდეთ საქართველოს ხმა, რათა ეს საფრთხეები სათანადოდ იქნა სახქმული, რადგან ის, რაც ჩვენ განვიცადეთ, რაც დღეს ხდება არჩევნების მანიპულაცია, მარიონეტული მთავრობები და რუსეთისგან ინსპირირებული ზომები, ხვალ შეიძლება ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფოს საფრთხე გახდეს. თუ კი 2008 წელს სამხედრო ინტერვენცია პირველად საქართველოზე გამოიცადა და შემდეგ კი უკრაინაზე, კრემლი მიხვდა, რომ ახალ სტრატეგიას საზღვრები არ სჭირდება. ის ყველგან შეიძლება გავრცელდეს. ფიქრობთ, რომ კარგად ვიყავით მომზადებული რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. 70 წლიანი გამოცდილება გაგვაჩნდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, არა. ვერ მოვემზადეთ დღევანდელი ტიპის პროპაგანდისტვის და მისი თანამედროვე ტექნიკებისთვის. ეს ბევრ ევროპულ ქვეყანას არ ესმის. ისინი ფიქრობენ, რომ შიდა პრობლემებს ებრძვიან, შიდა ოპოზიციას. მაშინ, როცა რეალურად მათ წინააღმდეგ მოქმედებს ძლიერი სახელმწიფო, რომელიც უფრო ძლიერია იმ იარაღებით, როგორიცაა პროპაგანდა, სოციალური მედია, ხელოვნური ინტელექტი და კიბერშეტევები, ვიდრე სამხედრო თვალსაზრისით. ეს არის ახალი ომი, რომელიც ევროპა უნდა გაიაროს და მოიგოს. თქვენ მოიგეთ პირველი ბრძოლა. ახლა უნდა მოვიგოთ მოლდოვის ბრძოლა. ეს ჩვენი საერთო ბრძოლაა. უნდა მოვიგოთ უკრაინაში, თუ ზავის შემდეგ ახალი არჩევნები დაინიშნება. ამ ბრძოლაში გამარჯვება ყველა ევროპულ ქვეყანაში პროპაგანდის დამარცხებით მოხდება და ამისთვის უნდა შევიმუშაოთ პრევენციული სტრატეგიები, როგორ ავიცილოთ არჩევნების მანიპულაცია და როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს. ძველი მეთოდები აღარ მუშაობს. უნდა ვისწავლოთ, როგორ დავიცვათ თავი არჩევნების შემდეგ. ჩვენ შემთხვევაში ევროკავშირის პასუხისმგებლობა უნდა ყოფილიყო დაეცვა ჩემი ქვეყანა, რადგან ვერც საკონსტიტუციო სასამართლოს დავეყრდენით. ის უკვე დამორჩილებული იყო. ვერც დიდი და მოტივირებული დიასპორა დაგვეხმარა, რადგან მოლდოვისა და რუმინეთისგან განსხვავებით მას არ ჰქონდა ხმის მიცემის უფლება. ეს საერთო ბრძოლაა. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ ბრძოლაში გამარჯვებას და ერთად მოვიგოთ ომი.
Thank you.